მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ მოდით განვიხილოთ ასეთი გაშლა. ანუ რა ენერგიას, ქალურ ენერგიას შენ მის გვერდით მალავ, იმიტომ რომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რა არის საერთოდ ქალის ენერგია, ხო? ქალის ძალა. ესა როცა ქალს აქ იმისი უნარი, რომ აუცილებლად, მზრუნველობა, რა თქმა უნდა, ხო, მხოლოდ ქალურად. როცა ადამიანს ქალს შეუძლია თავისი პარტნიორის განიკურნება და არა მხოლოდ თავის პარტნიორის განიკურნება. როცა შეუძლია რომ იყოს ამავდროულად რბილიც შეუძლია იყოს და ძლიერიც შეუძლია იყოს. როცა მას აქ რაღაცა საკრალური ცოდა, რომელსაც ეს ენდობა რა და ასე შემდეგ. და აი რაღაცა ძალა, ხო? შეიძლება რომელიმე ძალას საუშვოთ შენ პარტნიორთან, მალავ ასე რომ ვთქვათ, ანუ არ აჩენ რატომღაც, აი დღეს ჩვენ ვნახოთ ეს ყველაფერი და გავიგოთ. აი თუ როცა შენ შეძლებ ვთქვათ იმის გამოჩენას, ხო? ანუ რა შეიცვლება მაშინ თქვენს ურთიერთობაში. ვნახოთ ანუ როგორ მასზე ეს რა რეაქციას ახდენს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის მართლა უძლიერესი თემა, ქალის ენერგიები და უკვე ვთქვი კიდევაც გამოვაცხადე და კიდევ გიმეორებ და ახლა შეიძლება რამდენიმე ვიდეოში გავიმეორებ იმას, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და გავხსენით ეს ქალთა სკოლა, სადაც იქნება საუბარი ქალის სიძლიერეზე, ქალის სექსუალურ ენერგიებზე, ქალის ის იმ ძალის გახსნაზე, რომელიც მართავს საერთოდ სამყაროს რა. და ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შემოგვიერთეთ ჩვენთან. უკვე არის ლინკი ვიდეოს ქვეშ და იქ თქვენ კიდევაც გელოდებათ, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ეს მინი ტრენინგი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და რომელმაც აი ძალიან დიდი აჟიოტირება მოახდინა საერთოდ გოგოებს და რამაც გამოიწვია მე სურვილი, რომ აი ეს ქალთა სკოლა გავხსენე. ჩვენ კი დავიწყოთ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები, როგორც ყოველთვის მაგ გამზადებული, იცით თქვენ ვინც პირველად ხართ ამ არხზე, რომ ჩვენ აქ საუბრობთ და ტარო უბრალოდ გვეხმარება ჩვენ უფრო მალე გახსნას და უფრო მალე გვიპასუხოს ჩვენ იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. აქ მკითხაობა არ იქნება, აქ იქნება პასუხების აღება უნიკალური ინსტრუმენტიდან, რომელსაც ქვია ტარო. ხო? დავიწყოთ აბა ჩვენ ვნახოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ ცოტა წყალი აუწვათ ამ წყალი ან ჩაიყონიეთ. რომ ენერგიების მიმოცვლა წავედეს ადვილად. ვნახოთ აბა, ესე იგი, რომელი ქალურ პირველი კითხვა მექნება ძალას ან ენერგიას მალავ თქვენ მის გვერდით. აი ვნახოთ, მნიშვნელოვანი არის. რა თქმა უნდა ვკითხოთ, აი რატომ ვრტყუნავ მე ამ ძალას, ანუ სწორედ მის გვერდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ პარტნიორიც არ არის ჩვენთან შემთხვევითი ვიღაც არის რაღაცისთვის და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ესეც გვაინტერესებს, ხო? ვნახოთ ახლა რა შეიცვლება ჩვენს ურთიერთობაში თუ საკუთარ თავს მივცემ უფლებას ვიყო ნამდვილი და გამოვავლინო ეს ენერგია. ისიც ვკითხოთ, აბა თვითონ ახლა რა თქმა უნდა ყველას გვაქვს ჩვენ ინტუიცია და ისიც ვნახოთ ახლა როგორ აღიქვამს ის თქვენს ამ დაფარულ ქალურ ძალას. ხო? და რას გრძნობს ის, როცა მას ასე ვთქვათ ეჯახება რა, ამ თქვენ ენერგიას. ცოტა რთული შეიძლება მოგეჩვენოთ კითხვები, მაგრამ მე გაგიხსნით თქვენ ამას ადვილად, რომ თქვენ უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს თქვენი ქალური ძალა, ეს არის თქვენი მართვის იარაღი. როცა შენ იცი შენი ქალური, შენ შეგიძლია მართვა ადვილად მოახდინო ურთიერთობაში რა. ვნახოთ ახლა საერთოდ როგორ რეაგირობენ მამაკაცები თქვენს ენერგიაში, იმიტომ რომ სხვათა შორის ეს ძალიან ისე თემა არის. ანუ მამაკაცი ჩვენ ახლა კი რა თქმა უნდა აქ არ არის ლაპარაკი არაერთგულებაზე, ხო თქვათ პარტნიორი ყავს და შენ თქვათ ახლა გაინტერესებს როგორ რეაგირობენ სხვა მამაკაცები. არა, ეს სხვა რაღაცა არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თემაც. ამაზე აქ არ ვისაუბრეთ, სხვა თემა გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვნახოთ აბა როგორ რეაგირობენ სხვა მამაკაცები და უშუალოდ
თქვენი პარტნიორი როგორ რეაგირობს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. შემდეგი ახლა კითხვა გვექნება, ანუ როგორ შეიძლება უსაფრთხო და ჰარმონიულად გავხსნა ეს ძალა, ხო? მის გვერდით. და როგორი ანუ ნიჭი, რესურსი, ან რამე თქვათ, არის თქვენში დამალული რა. ანუ თქვენ სკალურ ძალაში. და ვნახოთ ახლა სად მიგიყვანს თქვენ ნამდვილი ეს ქალური ძალა, როცა თქვენ მაგას გახსნით, ამ ურთიერთობაში უშუალოდ თქვენს ურთიერთობას ეხება ეს. ანუ ესე იგი შედეგი რა იქნება, აი ესე რომ ვთქვათ ჩვენ და მოდით დავიწყოთ ახლა. კითხვები, всё, მე მგონი მოვამზადე. კი. კი ბატონო. ეხლა ნახეთ, ზოგი შეიძლება აქ აი ნახეთ, როგორ ენერგიაში იყავით, რატო იყავით, იმიტომ რომ აქ უკვე ეტლი არის, აქ უკვე მეუბნებიან, რომ მართლა თქვენ სხვათა შორის აქ დიდი ხანი შეიძლება იყავით და ფიქრობდით, რატო არ გამომდეს ურთიერთობა, ან რატო ხდება ყველაფერი ერთი და იგივე, რატო ბევრი და შეიძლება ვერმა დაკარგეს ურთიერთობა, ან ძალიან რთული პერიოდები შეიძლება გამოიარეთ და ნამდვილად ეს ნახეთ, იმიტომ რომ დახურული ემოციები, დახურული ენერგიები ხურული, მაგრამ აქ უკვე ნახეთ გამოსვლა არის რა. უკვე თქვენ, მე ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ყოველთვის როცა ახლა დავეთანხმები, რომ რა ჩემს თავს დავეთანხმები, ალბათ მასე ვფიქრობ, არა მაქვს მე ახლა ძალიან ესეთი გაშლები, უბრალოდ ვთქვათ გასართობი, იმიტომ რომ იცი თქვენ ჩემ მიდგომას ტაროსადმი, რომ მე უბრალოდ ფსიქოლოგი ვარ, ქალთა კოუჩი, რომელიც იყენებს ტაროს ამ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დაგვეხმაროს. ამიტომ მე აქ სამკითხავთ ახლა არ დაგიწყებთ ახლა რა თქმა უნდა მაგის გამოყენებას და აქ უფრო იმ ადამიანებისთვის არის ეს ჩემი არხიც, ვისაც უნდა ღრმად ჩაუწდეს საერთოდ პრობლემას თუნდაც რა. და არა ეხა ისე რომ დამერიკავს და მოვა არ მოვა. აი ესა ჩემო არ არის, აქ შეგიძლიათ დახუროთ ეგრევე ეს არხი და საერთოდ ესე რა ქვია გაუქმოთ, ხო, იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ სული ნახეთ, აი აქ ადამიანი, რომელსაც მართლა იყო ძალიან ცუდ პერიოდებში, ძალიან რა, ბევრი, აი კითხვები გქონდა ძალიან ბევრი თქვენს თავთან, მაგრამ პასუხებს ვერ პოვლობდით და აი ეხლა თითქოს არის რაღაცა გამოანათა, ასე რომ თქვა, თქვენი სული, რომ ნამდვილად რაღაცა ან ინფორმაცია გაიგეთ, ან იყავით ჩემთან ტრენინგზე, ან სხვაგან შეიძლება ინფორმაციები მოიპოვეთ, მე არა მაქვს მაგაზე პრობლემა, მთავარია თქვენ იყავით კარგად. და უკვე თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცა სიახლე გელოდებათ, რაღაცა ბედნიერება გელოდებათ, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ სხვა ეტაპზე, რომ კიდე რაღაცას ვისწავლი, გავიგებ, მე თუნდაც ანუ ჩემს მამაკაცზე, ჩემს ურთიერთობაში, რასაც მიგვიყვანს ჩვენ ბედნიერებისკენ და უკვე ეს რომ ანუ ადამიანი რომელიც ეწინააღმდეგებოდა თუ დაუშვოთ თქვენ ახლა აქ არ იქნება ნახეთ გაშლა იქნება ვისთვის თუ დაუშვოთ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც კიდე იძახ ეს არ მაინტერესებს ახლა მან თვითონ შეისწავლეს გამოსწორდეს მაგისი ეს თქვენი გაშლა არ იქნება არა აქ უკვე არის გაშლა იმათთვის ვინც ნამდვილად ეს ეტაპი გამოიარა უკვე ვინც იცის რომ ნამდვილად ახლა მე რაც შემიძლია უფრო თუ ვეწინააღმდეგები იმას რომ არა მე კარგი ვარ და ნუ კარგი კი ხარ რა თქმა უნდა უდაოდ მაგრამ არც ის არ არის ცუდი ის მოვიდა შენთან დასახმარებლად თუ აი როცა შენ აი ამას აქ ჩადებს ხო თავში ისე გაგიადვილდება ურთიერთობა რომ როგორც რა გითხრა იმიტომ რომ ყოველთვის როცა რაღაცა ხდება და შენ პასუხს კითხვას იძლევ არა ისე რომ აი რატო და არა რისთვის მოხდა ეს სიტუაცია ჩვენ შორის მე რა უნდა გავიკო ხო რა უნდა რომ ამით მე მანახოს აი ეს ბრძოლა აი აქ ვისთვისაც ახლა წავა ეს გაშლა უკვე არის მოხსნილი და უკვე ნამდვილად მიდის უკვე ცვლილება არის თქვენი ქალური ენერგიების უეჭველი არის აი აქ ცვლილება ქალური ენერგიებში აქ რაღაცა შიშები შპოთვები გაუგებრობები უკვე მიდის და თქვენ მიდიხართ უკვე ახალი
ურთიერთობისკენ, ანუ ახალი რეალობა იქნება, ანუ თქვენი ურთიერთობა როგორც რიც იყო, არასოდეს უკვე აღარ იქნება. აქ უკვე თქვენ წახვალთ, ზუსტად ნახეთ, როგორ აი წახვალთ უკვე ურთიერთობაში, სადაც აი ზის ეს ჩვენი ისიდა და სკოლაც მე დავარქვი ისიდა, იმიტომ რომ ისიდა არის ყურუმი, ყურუმი არ არის მხოლოდ თქვათ, ეხლა მე როგორც გეუბნებით ხოლმე ტაროს მფარველი კი, მაგრამ რატო ვიძახა ტაროს მფარველი? იმიტომ რომ მაგას აქვს ცოდნა, ზუსტად საკრალური ცოდნეს და იმიტომ არის, რომ საერთოდ ახლა ისიდა არის ის ადამიანი, ის ქალზე ლაპარაკი არის, ხო? რომელსაც აქ ღრმა ინტუიცია და იცის უკვე, რომ სიყვარული ისე არ არის და უკვე საკრალურიც აინტერესებს რა, რომელსაც აქ ნამდვილად ეს არის ისეთი ადამიანი, რომელსაც აქ მზრუნველობის უნარი, ხო, რომელსაც აქ მაგას აქ აი ეს სათანადობა, ხო, ალბათ სწორედ თუ ვთქვი ქართულად, ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციას სათანადოდ იქცევა ეს ქალი, არასოდეს არ ვარდება რაღაც ისტერიკებში, მაგრამ აქ ადამიანი ამასთან უკვე მივიდა, იმიტომ რომ დრო სჭირდებოდა, მაგრამ უკვე იცის და როცა გითხარით, რომ შეთავსება აქ სირბილის, ანუ რბილიც არის რა, მოქნილიც არის და პლუს კიდე თავისი სიძლიერესაც აჩენს და აუცილებლად ანუ ენდობა თავის შინაგან ცოდნას, იმიტომ რომ ისიდა ეს რა თქმა უნდა მაგას ცოდნა აქ დიდი და შეუძლია მაგას, რომ აი სხვებიცაც მისცეს ანუ თანადგომა და მისცეს აი ეს ნუგეში, რაც აუცილებელი არის და აი აქ ამ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ უკვე მიდიხართ იმ გზაზე ხართ, რომ უკვე ანუ სხვანაირი განსხვავებული იქნება თქვენთან უკვე ურთიერთობა და ყველაფერი. კიდევ და კიდევ გეუბნებით, გოგო, ეს გაშლა მხოლოდ იმათთვის იქნება, ვინც ნამდვილად ცდილობს მაქსიმალურად, რომ გაიგოს ყველაფერი, რომ ურთიერთობები არ არის მხოლოდ ერთად დავიძინეთ, გავიღვიძებ, შვილები გავაჩინეთ და მაღაზიაში წავედით ჩვენ დილით, თქვათ, თუ რაღაცა კვირაში ერთხელ მოვიტანთ პროდუქტი. არა. ეს არ არის ასეთი ბანალური, ხო. ხო და ვნახოთ, აბა მაშინ ესე იგი რომელ ქალურ ძალას ან ენერგიას თქვენ მალავთ თქვენ იმის გვერდით, რომელ ქალურ ენერგიას. ნუ საინტერესო არის, იცით, რომელ ქალურ ენერგიას პრინციპში აქ არის ახლა პაჟი. შეიძლება როგორი მომენტი არის, იცი, ყველაფერს არეუბნებით, ნახეთ როგორი ენერგია კიდე ქალურის. შეიძლება თქვენ მის გვერდით ყოველთვის მას არეუბნებით ის, რაც თქვენ გინდათ რომ უთხრათ. შეიძლება აქ თქვენ არეუბნებით ამ ადამიანს მომავალზე. კი, ახლა ქალური ძალა იმაშიც არის, როგორ უნდა ელაპარაკო და როგორ უნდა უთხრა, ეგაც. ან შეიძლება არ იცით როგორ უნდა დაელაპარაკოთ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ პისოც არის მის გვერდით, ხო? აქ ახლა პაჟი რო არის, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ანუ ქალურად არ იცით, შეიძლება როგორ უნდა უთხრა, როგორ უნდა სთხოვოთ თუნდაც რამე, ხო? ანუ არის ზოგჯერ რომ ნამდვილად შეიძლება თქვათ, აქ ნახეთ ეს ხმა მაღლა ყვირილი არა. ანუ ნახეთ ზოგი ხედავს, აი მე არ ვეტყვი 100 წელი თვითონ მიხვდეს. ნუ ეს არის ეგრევე უტოპია, იმიტომ რომ მამაკაცები საერთოდ ნამიოკებს ეგენი ვერ ხვდებიან არავითარ შემთხვევაში, მამაკაც ყოველთვის უნდა უთხრა პირდაპირ. იმათ ერიბი საუბარი და აბა მიხვდეს დღეს რა დღე არის ჩვენი. დილით რო დგებით, კაი ხასიათზე ხართ, ხო, დაუშვათ და იძახეთ, რომ აბა ვნახოთ, თუ გაახსენდება ჩვენი მე-15 წლის ტავი, რომ როცა ჩვენ გავიცანით ერთმანეთი. თუნდაც მე-5, თუნდაც შეიძლება დეჟა მე-3. მე გეტყვით, რომ დარწმუნებული იყავით, უმრავლესობა მამაკაცების არც გაახსენდება, იმიტომ რომ ტარიღები, ზეიმები, რაღაცები ეს არის ქალების პრეროგატივა. ძალიან პატარა პროცენტი კაცების არიან
ისეთები, ვისაც ახსოვთ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ უყვარხარ შენი შვილი, შენი თქვათ ვიღაცა, რა ვიცი, დედა შენი ვინც არ უნდა იყოს, არ უყვარს. უბრალოდ მაგისი, არ ზის ფუნქციებში, მოდით ასე თქვათ, იმ ტელეფონის ნასტროიკებში არ არის ეს ფუნქცია. ზოგი ტელეფონი არის ისეთი, რომელშიც არის, ზოგში არ არის. გამიგე, მაგრამ უმრავლესობას არ აქვს მაგათ არანიჭიბი ნიშნულობას, მაგრამ შენ თუ მაგას არ ეტყვი და რომ ან თუნდაც იმ ხუმრობით დილიდან რო გაიღვიძებ, რომ სიხარულო დღეს რა დღე არის, აბათო გაგახსენდება ჩემო სიტყვო. რა დღე არის? აბა გაიხსენი შენ, როდის რა დღე იყო, რომ შენ აფხდოვანდები, რომ პირველად დამინახე და უცბად ეხლა ის დაიწყებს. მე მგონი გავიცანით ერთმანეთზე. თუ ეს არის ძალიან მაგარი და უკვე სხვა მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს ეს დღე იმ თქვენ მამაკაცმა საღამოზე შეიძლება საჩუქარიც მოგართოს, ან მოდი სადმე აღვნიშნოთ, ან მოდი რაღაც აი ასე შემდეგ. თუ შენ დაუშვა, დაიგრუზები და იქნები ისე რომ აბა თუ მიხვდება ვნახოთ აბა დღის ბოლომდე რა სიზავს ხო და მოვიდა ის დღის ბოლო და ის მოვიდა ჩოვლებრივად ისევ ჭამა დაწვა ხო აი და დაქავს აი ეს საზიზღარი ეხა რა რთულია დაიმახსოვროს ეს ჩვენი დღე და იცის როგორი მნიშვნელოვანია რა იცის იმას იმდენი თავში აქვს თემები და საქმეები რომ სულაც არ ახსოვს მაგას ეგ ეს დაიმახსოვროთ რა და ანუ აი ეს უნდა ერთ-ერთი მაგალითი აი ეს არის რა რასაც თქვენ მალავთ ვნახოთ ეხლა მაშინ რატომ ვუნავთ თქვენ ამ ძალას სწორედ მის გვერდით აი რატომ არ ეუბნებით ყველაფერს აქ როგორი მომენტი არის რატომ და მის გვერდით შეიძლება ნახეთ რა ხდება აქ მე არ გამოვრიცხავ რომ თქვენ შეიძლება ახლა ზოგი იტყვით რომ 1000-ჯერ მაქვს ნათქვამი 1000-ჯერ ვთხოვე და მაინც ერთი და იგივე მაგაზე არაფერი არ მოქმედებს შეიძლება ნახეთ ახლა რატო თქვენ კი არ მალავთ კი არ რტყუნავთ მაგას აქ უბრალოდ როგორი მომენტი შეიძლება იყოს რომ უბრალოდ არის რა არის ზოგი ხასიათი აქ ესეთი ადამიანს რომ შენ ახლა ან შენ ვერ აჩვენებ იმას მნიშვნელობას სხვათა შორის ესეც მე გამიგია სხვათა შორის ბევრი ეგეთი სიტუაციები უამრავ წყვილებთან მუშაობდა როცა მართლა მამაკაც ერთი და იგივე ეუბნები მაგრამ რა არის იცით უნდა აჩვენო ეს მნიშვნელობა რატომ შენთვის ეს მნიშვნელოვანი არის ხო და ეს მაგალითი როგორც გითხარით აი შეიძლება ნახეთ რატომ იმიტომ რომ შენ თუ ერთნაირად იქცევი აი მიხვდეს ხო ან ნამიოქს იცი რა ქვია ხო იმედია გაგახსენდება დღეს რა დღეა გამიგეთ ანუ ამიტომაც როცა შენ ამას მიწერ ახლა ნახე კიდე როცა ეუბნები თუნდაც ხო ეს შეიძლება დაფიქრდება ნეტა რას გულისხმობს რა უნდა გამახსენდეს ხო და შეიძლება იფიქროს და გაახსენდეს მაგრამ შენ რომ მიწერე სიტყვა იმიტომ რომ ინტონაცია დაუშვოთ ხო მაგრამ შენ თუ დაუშვოთ მიწერე და აბა ვნახოთ თუ გაგახსენდება დღეს რა დღეა всё და არანაირი იქ ხო ემოცია არ არის შენ ახლა რომ მიწერე ახლა რას გაიგებს ახლა მაგან რანაირად რას გულისხმობს ვერ გავიგე ანუ უკვე არ შეიძლება არც დაფიქრდეს გამიგეთ აი ეს არის რომ კაცებს არ ესმით ეგეთი რაღაცები არა თან ეს არის უკვე საყვედური ეგრევე საყვედური რა ანუ ესე იგი მე ესე დებილი ვარ არაფერი არ მახსოვს ხო მარტო შენ გახსოვს ყველაფერი გამიგეთ აი ასე თამაშით ქალურად როცა შენ ამას ეუბნები უკვე სხვანაირი რეაქცია ექნება მამაკაც გამიგეთ და შენ თუ იჯდიზი ხარ გაბუსხული და ელოდები როდის ახლა ეს შენი პარტნიორი რაღაცას მიხვდება იჯეკე და ელოდე რომ იტყვიან გამიგეთ და ამიტომ აი ას არის რომ რატომ შენ არ უკვე იმიტომ რომ შენთან ერთი და იგივე ხდება და შენ უკვე აღარ გინდა გამიგეთ შეცვალე მიდგომა და ნახავ შენ როგორ შეიცვლება სიტუაცია. აი ახლა კითხვაც მე უკვე თან პასუხობ ღმერთო. ანუ რა შეიძლება უკვე თქვენ ურთიერთობას თუ თქვენ მისცემთ უფლებას, ანუ საკუთარ თავს იყოთ, ანუ ეს ენერგია გამოავლინოთ რა შეიცვლება. აი რა შეიცვლება.
აი რა შეიცვლება. იქნება წინსვლა, მე რაც გითხარით რა, პრინციპში, ნუ ახლა ვინც მიყურებ დიდი ხანია კი იცით, ახლა ნუ ტაროს ვდებ, პასუხებს ისედაც მოგცემთ უბრალოდ, ნუ ეს უკვე სხვა დონეა წაკითხეთ და ამიტომ გეუბნებით რომ ეს არის ზუსტად ნამდვილად ეს მომენტი, როცა უკვე შენ თუ შეცვლი მიდგომას, ისეთ შეიცვლება. თანახად როგორც სუფიგურული კარტები მოდის, თუ აქ ვირდებით, ნუ ვისაც იცის ტაროთ, შემოსწავლები ყოველ ვარიანტში კი მიხვდებიან რატომ ხდება ეგეთი მომენტი რა. ანუ როგორ შეიცვლება თქვენი ურთიერთობა, შეიცვლება და იქნება უფრო წინ წასვლა, იმიტომ რომ აი აქ უეჭველე მე ნახეთ, ან პარტნიორი არ არის, ნახეთ, ისეთი ტიპი, რომელიც აი დაუშვათ ახლა, ნუ არაძლევს, როგორც გითხრა, ემოციური არ არის. მე ვიცი ისეთი ადამიანები, ბოდიშს გიხდით თუ ხმაური გესმით, რემონტი დაიწყეს, ქვემოთ ეთყობა და მაინც ვცდილობ ხომ ახლა ველაპარაკო, იმედია რომ თქვენ არ გიჩნდეთ ხელს მოსმენაში რა. უბრალოდ არ იყო გაფრთხილება და ვერ ისეთ დროს დავიწყე მაპატიეთ. ნუ არა უშავს. ეხლა ნახეთ. იმიტომ რომ ნახეთ, თუ დაუშვათ, ერთი და იგივე ხდებოდა და პარტნიორი არის ეგეთი, ხო, აქ უკვე თქვენ უნდა შეცვალოთ მიდგომა. მე ვიცი რომ არიან ესეთი ბიჭები, რომელიც მართლა იმათ ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად ყველაფერი, პირველი კოცნაც კი ახსოვს 20 წლის მერე რა. ნუ არიან, ესენი არის ძალიან ცოტა პატარა რაოდენობა, უფრო არიან აი ასეთები, რომ ავიწყდებათ, იმიტომ რომ გოგოები, ნუ მაგათ სხვანაირად არის მაწყობილი მაგათი twin-ი რა და არა როგორც ჩვენი. ეს არ უნდა გეწყინოთ რა, მაგრამ შენ თუ შეცვლი მიდგომას, აქ სიტუაცია და ურთიერთობა შეიცვლება და შენ უნდა იცოდე, რომ მე ახლა მინდა ვიყო მართალი თუ ბედნიერი. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა. ხა შენ თუ იტყვი რა არა თვითონ მიხვდეს და ნუ იყავე მაშინ როგორც ხარ. თუ შენ შეცვლი მიდგომას, რა თქმა უნდა, სიტუაცია და ურთიერთობაც შეიცვლება თქვენთან, იქნება სულ სხვანაირი. ეხლა ვნახოთ, როგორ აღიქვამს ის თქვენს დაფარულ ქალურ ძალას. და თვითონ რას გრძნობს, როცა, ნუ საერთოდ ახლა მე რას გრძნობს, როცა მას ეხება. так, მოდი ახლა აქ ნახეთ, რა უნდა რო თქვენ, ხო? ანუ აი ნახეთ, მსუბუქად, კარგად გრძნობს თავს, გამიგეთ? აი კარგად გრძნობს თავს. როცა ის ხდება, რომ შენ ქალურად, ნაზად მას ეუბნები, ხო? აი თითქოს ამოისუნთქავს ხოლმე, გამიგეთ? რომ არა, ნუ არ არის თქვათ, ახლა თქვენ ხო შეგეთქვათ, რომ აი ხა ბავშვი ხო არ არის, მაგას ვდი, ნუ გოგოება. ეს უნდა იცოდეთ, მაშინ კარგად კაცების ფსიქოლოგია, გამიგეთ და ბევრი წიგნი ამისთვის არსებობს. და ამიტომ შემიძლია გითხრათ, როცა თქვენ ის ანუ როცა ეხება ამ თქვენ ენერგიას, უფრო კარგად გრძნობს, უფრო იმიტომ კაცებს ყოველთვის აქ ძალიან ბევრი პრობლემები. თავში ყველაფერს ატრიალებენ, ეგენი სხვანაირად, მძიმედ და ანუ და ეს ჩვენი რაღაცა ეს მომენტები, თქვა, თუნდაც ნუ ეხლა დღეს მაგალითად ჩვენ ავიღეთ, თქვა, ეხლა რაღაცა ტარიღი, ხო, მნიშვნელოვანი თქვენთვის, არ ახსოვთ მაგათ და საერთოდ ყოველთვის ჯობია რომ ამა კაცს უთხრა რა გინდა შენ, იმიტომ რომ აი დაუშვოთ ის კი არა რომ თქვათ ახლა აი პატარა მაგალითს გეტყოს ჩემს მეუღლესთან წავედი ერთხელ მაღაზიაში და არა მაშინ იყო ბაზრობა ეს იყო 90-იანებში და ანუ მჭირდება ამ სკოლის დირექტორი ვიყავი მჭირდებოდა ერთი გასასვლელი ჩექმა ვითომ ერთი სკოლაში ერთი თქვაც რაღაცას ყოველდღიური და დავდივარ და ვეძებ ახლა ერთ ჩექმას მაშინდელი ჩემი ტვინით და ისეთ ჩექმას რომელიც იქნება ანუ ყველა ამ სამივე რაღაცისთვის ხო და დავდივარ 3 საათი გახდა და ვერ ვიყიდე ეს ერთი ჩექმა და ბოლოს დაიღალეს ჩემი მეუღლე და მეუბნება შენ რა გინდა რას ეძებ ერთი გამარკვია და მეუბნები აი ერთი ასეთი მინდა ერთი ასეთი ანუ სამი გამოვიდა ადამიანი მეუბნება რატომ მღლიე ხო შეგიძლია იყიდოს სამი სხვადასხვა ჩექმა მეთქი კი შეიძლება გამიგეთ რა ხდება? ანუ კაცი გადაგიწყვიტავს, უბრალოდ უნდა უთხრა და არა იფიქრო რომ არა მიხვდეს თვითონ. ჩვენ ხო 3 საათი ხო ვიარეთ, რით ვერ მიხვდა მაგან რომ უნდა შემომთავაზოს.
გამიგეთ რა ხდება? არა. აი რომ ვუთხარი, აი ეს სიმსუბუქე რა, ეგრევე ამოისუნთქა და წამოდი ვიყიდოთ რა ეს 3 ცალი და ამოისუნთქე, ხო? გამიგეთ? და თვითონაც უკვე გადაიღალა. აი ეს უნდა გაითვალისწინოთ თქვენ, ხო? ნახოთ ახლა, ანუ როგორ რეაგირობენ მამაკაცები ამ ენერგიაზე და კონკრეტულად როგორ რეაგირობს თქვენი პარტნიორი. ანუ როცა თქვენ ასეთი გახსნით, ნუ იმპერატრიცა, მეტი რა გინდათ რა, მეტი რა გინდათ. ანუ საერთოდ ახლა ნუ იმ ესე რა ქვია, ნუ იგრძნობა რა. რა თქმა უნდა, თქვენ როცა ამას აჩენთ, თქვენ უკვე გამოდიხართ, ანუ მიმღები ენერგია, ანუ როცა უკვე ისეთი ქალი, რომელიც მართლა იზიდავს ყურადღებას და მართლა აი ესეთ ენერგიებში როცა ხართ, რასაც გეუბნეთ, უკვე რა თქმა უნდა ყველას და შეიძლება თქვენ მისი მეგობრებიც იტყვენ, ვამი რა მაგარი ქალი ყავს, ხო და რა როგორი მაგარი ქალი, როგორი მაგარი ცოლი ყავს, ხო? და შეიძლება 100 წელიც ახლა შენთან შეხება ქონდა ერთ-ორჯერ თქვა, ისიც გამარჯვება გაგემაროს, ამაში პირველად დაგინახა, ხო? მაგრამ ენერგიაში როცა ხარ, შენ ისეთში, აი მაშინ უკვე სხვებიც ამას იღებენ და რეაგირებენ, გამიგეთ და მისთვისაც შენ ხარ უკვე ეს დედოფალი, იმიტომ რომ შენ ამას აქ არ ეთამაშობ დამალობანას, გამიგეთ? გახსნილი ხარ, ეუბნები მაგას, ხო? თან ქალურად, ისი კი არა ჯახებ, კი არა წყენა არის, ხო, შეს პატარა ბავშვის ენერგია. იმიტომ რომ როცა შენ არ შეგიძლია პირდაპირ უთხრა ის რაც შენ გინდა, შენ ზიხარ, ესე იგი უკვე ამ პატარა ბავშვის ენერგიაში რა და პატარა ბავშვს ახლა, ნუ ბევრი არ უსმენს, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. კარგით, ნახოთ ახლა, ანუ როგორ უნდა გახსნათ თქვენ ეს ენერგია, ანუ უსაფრთხოდ ასე რომ ვთქვათ. და ჰარმონიულად მის გვერდით როგორ უნდა გახსნათ, როგორ არ უნდა გეშ. ნუ აი ხა დღეს ტარო მოკლედ როგორც ყოველთვის მაგიჟებს. ანუ ზუსტად აი ეს ნელა, ნაზად უნდა შეხვიდეთ ამ ენერგიებში, გაიგეთ? უნდა ისწავლოთ ეს ენერგიები თუ არ იცით. ეს არის პრაქტიკები, ნახეთ. რა თქმა უნდა, ახლა იმიტომ ვიძახ, რომ ყოველას პრინციპში რატო ეს ტრენინგები, ეს კურსები რისთვის არის? იმისთვის მე ვისწავლო ის, რაც მე არ ვიცი, ხო? ნუ მე პირადად ეგეთი ტიპი ვარ, მე თუ რამე არ ვიცი, მე ვიღებ კურსს და ანუ ჯერ ადამიანს ვირჩევ, რომელიც მე ენერგეტიკულად მომწონს, მე მისგან ვიღებ კურსს და იმიტომ რომ ის მე მეუბნება რომ მოგცემ იმას, რაც მე ვგრძნობ, რომ მე არა მაქვს და რადგან მე ეს ადამიანი მომწონს, ხო? მე უკვე ვცდილობ მაგისგან ავიღო ცოდნა. და აი ეს იმიტომ არის ეს კურსები და ეს ყველაფერი. იმიტომ რომ იქ უკვე პრაქტიკა, ნახეთ, ეს იგივე არის ყოველთვის, რომ მგონი ეს მაგალითი უკვე მომიყვანია, რომ შენ რომ მიდიხარ და სკოლაში და უნდა ისწავლო წერა და კითხვა, იქ არის გაკვეთილები, ხო? სადაც მასწავლებელი შენ ამას გასწავლის. ცეკვაზე რომ მიდიხარ, იქაც არის მასწავლებელი, რომელიც უნდა გასწავლა ასე შემდეგ. ამიტომ ზოგჯერ კი არა, ბევრჯერ უნდა ვისწავლოთ, რატომ მე უკვე ამიხსნიე, მე მგონი წინა ვიდეოში და მე უკვე მილიონჯერ მაქვს ამიხსნილი, იმიტომ რომ ახსნილი უკაცრავად, იმიტომ რომ არის საგვარეულოს პროგრამები ძალიან ბევრი, რომელიც ჩვენზე მუშაობს, ხო? და არსებობს კიდე სოციუმიდან აღებული პროგრამები და ამიტომ ზოგჯერ უნდა ისწავლო, როგორ უნდა გავაკეთო. თუ რა ადვილია თქვი ახლა, მაგრამ თუ ხასიათი აქვს ზოგოგობს, ხასიათი აქვს, რომ აი მართლა მამაკაცური ენერგია უფრო ჭარბობს და უჭირს თვითონ გადასვლა ამ ენერგიებში და ამისათვის არსებობს მედიტაციები, კიდე სხვა პრაქტიკები. ახლა მე მაგალითად აი ეს კურსი როგორ იქნება ჩვენ გოგოების თხოვნით გალური აი ენერგიების გახსნაზე, ხო? მან ბევრი იქნება მოდული, ნუ თუ ვინმეს გაინტერესებს, შეგიძლიათ გაირკვევთ, მაგრამ ისეთი პრაქტიკებს ვიზი და ახლა რასაც მე თვითონაც ვიყენებ და უფრო მეტი კიდე აი ზუსტად ანუ ამ ყურუმების და ისიდას ენერგიებს რო იტყვიან, იმიტომ რომ ეს ქალები, ვინც იყვნენ ეგვიპტის დროს კიდე იცოდნენ ძალიან მაგარი ენერგიები და ანუ იქ ბევრი საინტერესო და დაუშვოთ აი ვასწავლე. თქვენ შეგიძლიათ თქვა, ნახოთ ესეთი ადამიანი თუ დაუშვოთ ახლა ვიღაცა გიზიდავთ თქვენ და ისწავლოთ, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს თქვენთვის არის, თორე ახლა იმ ადამიანის ვინც გასწავლის, კი იცის უკვე და იყენებს და იმის ცხოვრება ალბათ კი არა, კარგი იქნება, ხო, რადგან უკვე გაძლევს ამ ენერგიას და უკვე გასწავლის, ხო?
და ნახოთ აბა ზუსტად რა ნიჭი რესურსი ან განსაკუთრებული უნარი არის დამალული, ხო? შენში რა. ანუ შენი ქალური ძალაში რა არის დამალული და აი ძალიან ბევრია დამალული, უზომოდ ბევრი დამალული. იცით როგორ არის? პირველ რიგში მე ვეტყოდი აქ რას, ნახეთ. როგორი ნიჭი. აი ზუსტად ნახეთ რვიანი საერთოდ თასების ძალიან ხშირად აჩვენებს რას? როცა თასები ეს ხო ემოციები, ჩვენ როცა ნახეთ ბევრ ემოციებში, როცა რო გავდევარ ჩვენი გამოცდილება ხო არის ახლა მთელი ჩვენი სული რომ მიდის ახლა ბევრ რაღაცებს ახლა ტკივილიც არის, იმედგაცრუებაც არის, დანაკლისი, უსიყვარულო, ნუ ბევრი რაღაცებს გავდევარ ჩვენ ახლა საერთოდ. აი ეს არის იმიტომ არის აი აქ რვიანი. თქვენ პრინციპში უკვე იმდენი გაქვთ გამოვლილი, რომ მაგამ თქვენში არის კიდე დამალული რა. ის რომ თქვენ უნდა წახვიდეთ და აკეთოთ ის რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გიყვართ, რაც თქვენ გსიამოვნებთ, იმიტომ რომ ეს არის გზა საერთოდ საკრალური ცოდნისკენ. რას ნიშნავს საკრალური ცოდნა? ის რაც არის დამალული და ამ შემთხვევაში თქვენში რაც არის დამალული. ის რომ აქედან მიდის უკვე ადამიანი მეცხრე ენერგიაში. მეცხრე ენერგიაში რას ნიშნავს, როცა უკვე ანუ ეს მე მაგ დიდი რა ქვია ბაგაჟი ხო მაქვს ხა რაღაცები გამოვიარე ცხოვრების სული გამოცდილება ხო ჩემი სულის. აი ეხლა მოვიდა ის დრო რომ მე გავხსნა ის რაც უკვე მე გამხდის კარგად. ანუ შეიძლება თქვენ გიცხოვრეთ სხვებისთვისაც ხო? ანუ სხვებზე ფიქრობდეთ სხვებისთვის, გიდა პარტნიორისთვის, ნუ ბევრი რაღაც. აი ახლა მოვიდა დრო რომ კითხო და მე სადა ვარ ხო? ეს ჩემი ენერგია ქალური სად არის? იმიტომ რომ გეუბნებით ეს გახსნილი ქალური ბედნიერება კი ბატონო ძალა აი ეს არის უგემრიელესი ენერგია რომელიც მოდის რესურსიც ფინანსიც და კარგი ურთიერთობა პარტნიორის იცვლება ყველა იცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ იცოდეთ არა იქითკენ სადღაც რა რატო იცვლება და იმიტომაც შეიცვლება ნახეთ თუ თქვენ ახლა შეიძლება თქვათ ვაიმე რა არ გავაკეთე და მაინც ისე როგორიც არის რა არ იცვლება არ შეიცვალე ესე იგი შენ შეიძლება გარედან ნახე შენ შეიძლება წახვიდე პლასტიკა გაიკეთო ბოტექსი შმოტექსი ბრენდი ჩაიცვა რაღაცა მაგრამ შენ თუ შინაგანად არ შეიცვალე არაფერი შეიცვლება შენ შეგიძლია აი რა ვიცი დახვდე შენ ქმარს შენ კაცს ისეთი ულამაზესი და უკარგესი და ურაღაცა და მაინც შეიძლება ყვავილიც არ მოგიტანოს კი არა რა ვიცი მზესუმზირას არ მოგიტანს იმიტომ რომ შიგნიდან შინაგანად არ ახარ შეცვლილი და აი აქ გააქვს შენ უკვე შიგნით არის შენში დახურული ზუსტად ეს ცოდნა ეს ძალა რომელიც უნდა გახსნა შენ თვითონ შენში და აი მე უკვე ყველაფერი შეიცვლება და ნუ ნახოთ ახლა ზუსტად რომ სად მიგიყვანს თქვენ აი ეს თქვენი ნამდვილი ქალური ძალის ენერგიები სად მიგიყვანთ აი ზუსტად იქ მიგიყვანთ რომ თქვენი ანუ ეს შინაგანი ბრძოლა დასრულდება გამიგეთ დასრულდება ეს თქვენი შინაგანი ბრძოლა როცა თქვენ რა თქმა უნდა ამას გახსნით იმდენ კითხვებზე პასუხებს იპოვეთ რომ აი რა გითხრათ სად მიგიყვანთ კი აი ზუსტად რა ისე დავიწყე აი ზუსტად იქ მიგიყვანთ რომ გახსნის აი თქვენი ცხრიანი რაზეც თქვი პასუხებზე მიიღებს კითხვებზე მაპატიეთ მიიღებ თქვენ პასუხებს და აი მიგიყვანთ აი ზუსტად იქ სადაც თქვენ იქნებით კარგად და ეს არის აი იცით დღეს ძალიან მაგარი პრაქტიკები მომივიდა უკვე ინსაიტები იმიტომ რომ მე ყოველთვის ყოველ დღე ჩემს თავზე ვმუშაობ რა თქმა უნდა და მიყვარს ეგ ძალიან და ვიძიებ რაღაცებს და აი ძალიან მაგარი რაღაცა მომივიდა კიდე ინსაიტი და აუცილებლად მაგას გავუზიარებ ნუ ჯერ პირველ რიგში მგოგოებს ვინც წამოვა ჩვენთან უკვე რიტრიტზე ანუ წაღვერში და მე უკვე რა თქმა უნდა იმ გოგოებსაც ვინც იქნება ჩემთან ვინც წამოვა კურსზე რომელსაც ახლა ვინც უყურებს ჩვენ 24-ში უკვე ივნისში ვიწყებთ და თუ გინდათ ისევ გეუბნებით მოხვედრა ჩვენს აი ესეთ ქალთა სივრცეში ქალთა სკოლაში სადაც ბევრ რაღაცებს ვუზიარებ გოგოებს ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და მობრძანდეთ გელოდებით სულით გული და დიდი სიყვარულით